და აი პირველი ვიდეო ამ არხზე ყოველ შემთხვევაში ჩემი ხმით, რა თქმა უნდა, მიდევს ორი ვიდეო კიდევ რაღაც სხვადასხვა განსხვავებული თემებზე, შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეოებიც, რა თქმა უნდა, და რაზე მინდა დღეს საუბარი. მოგესალმებით პირველ რიგში, დღეს ეს არხი არის Great America. ამ არხზე ძირითადად ვისაუბრებ ამერიკის კულტურაზე, ამერიკის ტრადიციებზე, დღევანდელ ყოფაზე და სხვადასხვა თემებზე. რაზეც უმეტესობა არ საუბრობს, ან არ უნდა რომ ისაუბროს. ყოველ შემთხვევაში ამერიკასთან დაკავშირებით. ხო, მოკლედ დღევანდელი ჩემი თემა რა არის და რაზე მინდა რომ ვისაუბრო. ინგლისური ენა. ყველაზე გავრცელებული ენა მსოფლიოში. და ამ ენის გარეშე წარმოუდგენელია უბრალოდ ინფორმირებულობა. ინფორმირებული ვერ იქნები ბევრ საკითხში, რადგან 90% ან 90%-ზე მეტი ინფორმაციის ინტერნეტში თურმე ყოფილა ინგლისური ენით გადმოცემული. ვიდეოები, წიგნები, სტატიები, სხვადასხვა პოდკასტები და ასე შემდეგ. მოკლედ, როდესაც ინგლისური იცი, ხარ ინფორმირებული და კომფორტულად. როცა ბავშვი ვიყავი, მასწავლებლისგან არასდროს არ მსმენია ყოველ შემთხვევაში, რომ არასდროს არ მსმენია, რომ რატომ უნდა მესწავლა ინგლისური. ან შეიძლება თქვა, მაგრამ მე არ მოვისმინე, არ გამომრჩა ალბათ გამომრჩა და მაგის ბრალია. ხო და როდესაც უკვე საკმაოდ მომიწია ფიქრი იმაზე, რომ ინგლისური რამხელათი მნიშვნელოვანი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, დავიწყე ინგლისურის სწავლა. მაგრამ სანამ ინგლისურის სწავლას დავიწყებდი, მანამდე მინდოდა რომ გამეგო როგორი ქვეყანა არის ამერიკა ზოგადად და ასეთი განვითარებული ქვეყანა, როგორ ცხოვრობს, რანაირი კულტურა აქვს, მაგრამ ამ ინგლისურის მისი ენის გარეშე კულტურას ვერ გაიგებ. თუ გინდა რომ კავშირში იყო ამ ქვეყანასთან, უნდა იცოდე ენა. სულ მცირე ბერთ დონეზე მაინც. რაც მოგცემს იმის საშუალებას, რომ ბევრი რაღაცა გაიაზრო, გაიგო და უბრალოდ აღიქვა ისე, რომ დაიგრძნო თავი მის ნაწილად. დღეს კი რაზე მინდა საუბარი და არ მინდა რომ გადავუხვიო ამ თემას. რატომ უნდა ისწავლო ინგლისური? პირველ რიგში ეს უკვე ვთქვი, ეს არის ინფორმირებულობა. მეორე არის სანაცნობო და სამეგობრო წრე. მესამე არის სწავლა განათლება. ნებისმიერი ინტერნეტი როცა გაქვს და ნებისმიერი დევაისი, მოწყობილობა, ეს იქნება ტელეფონი, თუ ეს იქნება ლეპტოპი, პერსონალური კომპიუტერი, შეგიძლია ონლაინ იმუშაო, ისწავლო სრულიად უფასოდ და იშოვო სამსახური, ასევე ონლაინ დისტანციური სამსახური და საკმაოდ კომფორტულად იგრძნო თავი. მოგზაურობა, კიდევ ვიტყოდი ამას, მოგზაურობა შეგიძლია დაუბრკოლებლად იმოგზაურო იმის შიშის გარეშე, რომ რაღაცას ვერ გაიგებ. ვიღაცა შეიძლება მოგატყუოს და ბარგი დაკარგო, მაგალითად ან რაღაც მსგავს. ხო, ან დაიკარგო შენ თვითონ. ხო, მოკლედ. კიდევ რას დავამატებდი? პერსონალურ განვითარებას. როდესაც ინგლისური იცი, შენ პერსონალურად უფრო გახსნილი ხარ სხვა კულტურებისთვის, სხვა კულტურის წარმომადგენლებისთვის. ამერიკელები იქნებიან ესენი, ინგლისელები,
ბრიტანელები უბრალოდ ბრიტანელები იქნებიან თუ ინგლისელები მოდი ესე ვიტყვი თუ ნებისმიერ სხვა ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები ჩვენ შეგიძლია უბრალოდ ურთიერთო მათთან ინგლისურად თუ მათთან იციან ინგლისურად თქმა უნდა და დაამყარო ურთიერთობები სამაგობრო სანაცნობო წრე მოკლედ კიდევ რა შეგიძლია უბრალოდ რომ თავი იგრძნო როგორც გლობალურ მოქალაქე ანუ თავს გრძნობ როგორც გლობალურ მოქალაქე როცა ინგლისური იცი და აი ასე სხვა ჩემი აზრით საკმაოდ კარგია როდესაც გლობალური მოქალაქის შეგრძნება გაქვს და არ ფიქრობ რაღაც შენ ჩარჩოებში არ ხარ მოქცეული და აი ამ პატარა ქვეყანაში სადაც ეხლა ჩვენ ცხოვრობთ გვინდა რომ უბრალოდ გავახციოთ არა ამ ქვეყნიდან და მისი კულტურიდან და ტრადიციებიდან არამედ უბრალოდ ვნახოთ თუ როგორია ნამდვილი სოფლიო მაგრამ ინგლისური ენის გარეშე ვერ გაიგებ ზუსტად რა ხდება და ფეხს ვერ აუწყობ იმ რეალობას რაშიც ვართ ამ შემთხვევაში მე ვემსახურები და გემსახურებით თქვენ ჩემ თავსაც ვემსახურები და გემსახურებით თქვენს რომ ის ინფორმაცია რაც არის დაგროვილი ამ შემთხვევაში დაგუჩებული დაგროვილი რომ გაგიზიაროთ ნუ ეხლა თლიან დედამიწაზე რა ხდება და რა არის და როგორ არის ამას ნამდვილად ვერ მოვახერხებ მაგრამ მე მაინტერესებს ყოველ შემთხვევაში აი ეს ქვეყანა და მინდა რომ ამ ქვეყნის შესახებ გადმოგცეთ უამრავი ინფორმაცია საინტერესო რაზეც ნაკლებად თუ მიუწვდება ხელი ქართულ ენაზე ჩვენს მოქალაქეებს ჩვენს ხალხს ვისწავლოთ ერთად ინგლისური განვითარდეთ ვისწავლოთ ამერიკის შესახებ ბევრი რამ და ამით უბრალოდ ერთი პატარა ნაბიჯი გადავდგათ თუნდაც ერთი პატარა ნაბიჯი იმისკენ იქითკენ სადაც განვითარებული კულტურა ტრადიციებია და ხალხი უფრო სხვანაირია და ბედნიერი ამით ну მოკლედ შემოგთავაზებთ ასეთ ვიდეოებს მადლობა ყურადღებისთვის რაც მქონდა სათქმელი გითხარით უკვე ისურვებთ მშვიდობიან დღეს მშვიდობიან საღამოს ან დილას გააჩნია როდის მიყურებთ და წარმატებები ყველას შევხვდებით მეორე ვიდეოში და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ლაიქება კომენტარის დატოვება და ჩვენ შევხვდებით აუცილებლად შემდეგ ვიდეოში ჩვენთან იყო The Great America არხი და ამას სამომავლოდ უფრო უკეთესად გავაცნობიერებთ ყველანი თუ სად ვართ ეხლა და სად მივდივართ. არა გიყავით.